გამარჯობა მეგობრებო, დიახ, მოგზაურობის დროა. ეს არის მოგზაურის ნაამბობი და უმაგრესი სტუმარი ყავს დღესაც, მაგრამ მანამდე აქ პატარა თხოვნა უნდა ჩავამატო, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა, სადაც გვიპოვით. მადლობა. ასევე შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით უпроსტად ეპიზოდი იწერება დაფნე პოდკასტ არიაში, ეს არის საუკეთესო სივრცე პოდკასტებისთვის და სტუმრის წარდგენის დროც არის, ეს გახლავთ დავით ხარაბაძე, იგივე დინამოს ექიმი მოგზაური. ახალი რეგალია ჯობია ჩემო დათო მე მგონი. კი, იმას ყველანაირი რეგალია ჯობია. ხო, ასე რომ ჯობია. ეხლა მოგზაურის კუთხით გავიცნო და დავიცი ისეთი პროფესია გაქვს და ისეთი საქმიანობა გაქვს, რომ მე მგონი საზღვარგარეთ უფრო ხარ. კი. ვიდრე საქართველოში, ხო და აბა გაგვიზიარე შენი გამოცდილება, საიდან დავიწყოთ, ხო არ არჩიე რამე ფავორიტი ქვეყანა? პირველ რიგში მოგესალმები, დიდი მადლობა. მოსალმება დამავიწყდა და მადლობის თქმა. დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა შენ იმის რასაც აკეთებ. ძალიან კარგი ყველა შენი გადაცემა მაქვს ნანახი, მინდა გითხრა, აბსოლუტურად ყველა და ძალიან მართლა არის რაღაცები, რომელიც სხვა კუთხით დაგანახებს მართლა ამათოიმ ქვეყანას. დიდი მადლობა ამ სივრცეს, სადაც იწერება ეს პოდკასტი და წარმატებები მოკლედ რა. და ასევე გეტყვი მეც მადლობას პირველი რაც მითხარი იმისთვის და იმისთვის, რომ უკვე შენსაც გაგვიზიარებ. კი ბატონო. აყურებელიც გველოდება. ვიფიქრე სხვათა შორის და ცოტა მეგულება ადამიანი ალბათ, რა ვიცი, ხა ძალიან ის არ მიყვარს ძალიან თავისქება, მაგრამ იმდენ ქვეყანაში რომ იყოს ნამყოფი რამდენჯერს მე ვარ. იმ დღეს სპეციალურად შენ გადაცემისთვის გუშინ წინ დავთვალე. კიდე ერთხელ გადავთვალე და სადღაც არის 56 მეტრი. ძალიან მაგარი. ხო და ნუ ეხა ამ ქვეყნებში ხა რო გითხრა რომ საფუძვლიანად ყველა ქვეყანა მაქვს ნანახი თავის ერთი კვირაში, არა, მაგრამ ნუ ამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება იქ შენთან ბევრი ქვეყანა სახეს და მოდი პატარ-პატარა ქვეყნები რო ავიღოთ. კი ბატონო, ბევრად საინტერესო ვიფიქრე კიდეც მაგაზე, ხო რაღაცა ისეთ ნუ ეხა სადაც ყოფილი ვარ ისეთ ქვეყანაში, ეს არის გიბრალტარი, არის ანდორა, ფარერები, ნუ ერთ დროს რომ მეოთხე კალათის გუნდები, ეხა ყველა მისწავლა ფეხბურთს თამაში, ხო, მინიმუმ მესამეში არიან, ხო? ამაზე გადავყვეთ და მე რაღაცებსაც მოვედოთ, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ძირფასო ბიზნესო შეგიძლიათ ამ წყალის მაგვირად სხვა რაღაცა ბევრი სითხეებიც იყოს აქ. სითხე გვაქვს, წყლის შესვენება ჩვენც გვაქვს, წყლის შესვენება ჩვენც გვაქვს, ხო, ჰიდრატაცია ჩვენც გვაქვს. ანდორით მინდა დავიწყო. არა, საინტერესო. ხო, ანდორა მოკლედ ბარსელონადან ავტობუსით არის, სადღაც 2 საათნახევარი სავალი ესე და ჩადიხარ ანდორაში, არის ულამაზესი, აი თებში შეფენილი რაღაც ძალიან ლამაზი, ბევრი ხალხი არ ცხოვრობს, სიწყნარე, სიმშვიდე და რაც მთავარია, ყველას მთავარი არის. აქვს ეგრეთ წოდებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა. და ყველაფერი არის ძალიან იაფი. ხო და აი მაგალითად ეხლა რო პირამ გაგვაოცე ხა პირველი მაღაზია და არის რა თქმა უნდა ყველა უმაღლესი ხარისხის ბრენდი ყველაფერში აბსოლუტურად და არის ძალიან იაფი. მაგალითად ეხ სიტყვაზე რაღაც ვისკი დაუშვათ რო აიღო და ჩვენთან როგორ 150 ლარი იღებს 30-20 ევრო. სადღაც ეგრე. ხო და მოკლედ 64 რა ჩათვალე და დამაინტერესა ძალიან აქვს ძალიან დიდი არჩევანი სიგარეტების. სიგარები და სიგარეტები არის აი მოკლედ მაღაზიები არის რაღაცა უშველებები. ხო და შევედი მოკლედ ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში და მინდა რომ რაღაცა უცხრომელიც ჯერ არ გამისინჯო, მაგრამ იმდენაირი შენთვის გინდა გასინჯო თუ საჩუქრად? ჩემთვის ანუ მე თვითონ საჩუქრადაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან კაპიკები ღირს. ხო, თუმცა ბევრს ვერ წამოიღებ ხა. ხო და მოკლედ შევედი და ვათვალე აი ამდენია ვიყურები ხა ბიჭო ვერ გადავწყვიტე რომელი რაღაცა და ბოლოს ვიფიქრე რომ ეხა რაღაცებს კი წავიღებ, მაგრამ მოდი მე რასაც ვეწევი. იმას ნახავ აქაურს რა და იქნებ გემოები შევადარო რა ამდენ ვერ ვიპოვე და ეს კონსულტანტი კაცი იყო სხვათა შორის ხანაა და მეუბნება რომ ხო არ დაგეხმარები რამეშიო და მე ვთხარი აი მე რასაც ვეწევი და ამოვიღე ჩემი სიგარეტი საქართველოში ნაყიდი, თბილისში ნაყიდი და ერთ-ერთი ბრენდის სიგარეტი. მუშად გინდა აჩვენა რა. ხო და აი ესეთი თუ გაქვთ თქო რა რომ ეს მოწევიოთ ხო და ერთი წამი გამოცა უყურებს და
არ ვიცი მაგრამ ეს სიგარეტი არ არის გეუბნება. სულ სხვა შემცველობა. ლაპარაკობ მე ხო სიგარეტი როგორ არის? გახსნა მიღო არაუდო ეს სიგარეტი ალბათ არ არის. სხვა რამეს თუ გინდა შემოგთავაზ. ესეთი რამე არ არსებობს ესეთი. მაგრამ ეს თუ გინდა მესამე სამყაროს ქვეყნიდან ჩაუტარე. ახლა სიგარეტი. რა პროდუქტები ჩამოდის ისე მართლა საოცრება. ხო აი რა თქმა იქ იყო იქ არის ხო და იქ არის თურმე რაღაც თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის ყველაფერი აი ამდვილი რა რასაც ქვია უმაღლესი ხარისხის და ცხოვრობს ხალხი ბედნიერად. და კიდე ერთი მაგარი დეტალი იყო. ისო მოკლედ ისედაც ხო ცოტა ცხოვრობენ ხალხი და საერთოდ აი არანაირი კრიმინალ რაღაც ეგეთი რამე ცნება თითქმის არ არსებობს და ყოფილა 3 პოლიციელი სულ თუ რაღაც და პოლიციის განყოფილება არ აქვს და ბინა აქვს ნაკირავები. ოროთაღიანი ბინა აქვს რაღაც ნაკირავები რომ თუ რამია არც მოხდება მაგრამ ტელეფონიც არ აქვს გამოძახება არის. ასე ბედნიერად ცხოვრობენ მოკლედ. მეორე იყო ეს გიბრალტარი. ხო, ეგ ხო არის მოკლედ ევროპის ქვედანაწილია ჩათვალა ესპანეთის მერე და ერთი დიდი კლდი აქვს მოკლედ როკს ეძახიან. კი ბატონო. ხო, ისედაც ხო პატარა და შუაში არის ეს როკ დიდი ეძახიან და იმაზე რო ახვალ იქეთ მაროკო ჩანს. უკვე ხო, იქ მაროკო ჩანს და იმ როკზე რო ადიხარ ექსკურსი პატარა მიკროავტობუსებით აყავხარ მოკლედ ექსკურსია და ჩვენ რო ვიყავით ხოლმე ნაკრები ვიყავით. ჩასული ორჯერ და რაღაცა დრო გქონდა რაღაც შვალდი და მოკლედ რამოდენიმე მოკლედ ამ სტაფიდან რამოდენიმე ავედით ხო თავი რაც იყო სასტუმროში რო შევედით ნომერში დაგხვდა ესე ფურცელი სადაც პირველი ეცღა და ეხატა მაიმუნი ამ ფურცელზე და მე ვამბობ რომ მიახლოვდები და კითხულობ რომ ფანჯარა ღია არ დატოვო იმიტომ რომ შეიძლება მაიმუნი დაგხვდეს ოთახში ან მაიმუნმა ნივთი წაიღოს რამე რა საფული ან ტელეფონი ან რამე აბაზანა შეხვალ ღიას დატოვებ შეიძლება მაიმუნმა წაიღოს ხო იმიტომ რომ ადრე თუ მაროკოდან რაღაც გადმოვიდნენ ეს მაიმუნის რაღაც ყოველ ჯიში და მოკლედ თელ გიბრალტარში არის ეს ხო და იმ თაზი არიან რაღაც სპეციალური ნაკრძალია მაიმუნების და ისეთი საყვარელი მოდიან გეფერებიან ეხლა მე ფოტოებიც მაქვს Facebook-ზე ხელზე გისვევა და რაღაცას თუ აჭმევ და ასე შემდეგ თუმცა ერთმანეთში კონკურენციაც აქვს რომელ მანქანაში მანქანით რომ ხარ შემოვა ჩაოლო ერთი ჯიშისაა თუ სხვა თითქმის ყველა აი ჩაოლო და გახვალ და შემოვა ეს მანქანაში გაძრება გავა მეორე და გავა ეს შეულებრივი მომენტია ხო და კიდე ერთი საოცარი იყო ჩვენ ჩავფრინდით ჯერ ესპანეთის ქალაქში მალაგა ხო მე მგონი და იქიდან წავედით მე ავტობუსით ხო და რო ვიკითხეთ უბრალოდ პირდაპირ ან რეისი ან რამე თვითონ იქ გიბრალტარში არისო მაგრამ ყველასო არა აქვს ყველა ავიაკომპანიას არ აქვს სპეციალურად პილოტი უნდა იყოსო ამაზე დატრენინგებული რომ იქ იმ აეროპორტში დასვას მოკლედ მოკლებილი კი ხო მოკლებილი კი და მოკლებილი კი არა მოკლებილი კი ხო აქვს ესე კიდე როკია როკი ხო არ უშლის British Airways რაღაცა დაფრინავს მარტო და მოკლე ბილიგზე კი არა მარტო ჩემი თვალით მაგრამ რო ეთქვა და ჩემ ამ როკი და რო უყურებდი ის მეგვეუბნება და აი ხა დააკვირდეთ და უცებ ცენტრალური მაგისტრალი ბუმ ჩაიკეტას მანქანების ისე გაჩერდა მანქანები მაგისტრალი განთავისუფლდა თვითფრინავი დაჯდა ის ბილიკი გამოიყენა თვითგზა გამოიყენა თვითფრინავი დაჯდა და მე გაიხსნა და მანქანები დაიწყესია აი გე მართლა საოცრად აი არც არ ვამატებ გადაიკეტება გზა გათავისუფლდება ეს მაგისტრალი დაჯდება თვითფრინავი მე ისე მიდის გზა და ასე შემდეგ ეგეთი საინტერესო მომენტია კიდე ჩვენთან არ არის მსგავსი რამე თორე რაღაცა მოსწრებაზე იქნება ის სანამ დაჯდება გავალ უცებ რა ხო ჩვენთან იქ არის ხოთაშო მე თუ ახვედით იმ კლდეზე ვიყავი კი ვიყავი ანუ ტურისტული ზონა ხო ტურისტული ზონა კი და იქიდან მოკლედ იქ დიდი მარშრუტია იმ კლდეზე დგები მე იმ მაროკოსაც უყურებ თუ კარგი ამიდია იქ მაიმუნების ამ ნაგრძალში ძალიან საინტერესოა და მე ჩამოდიხარ ისე და მე თამაშობ საერთოდ ფეხბურთს რო თამაშობ აი ჯერ ხელოვნური მოედანი აქვს და ეს დიდი კლდე გადგას თავზე აი ეს გადგას აი პირდაპირ დაკვირები რომ მინახავს სტადიონის დროს ეხა ძალიან ლამაზია ჩვენეს
მექსიკა იყო მე მგონი ისეთი მცები აი ხო აი და ეგ ჩათვალე რომ ეს როკი ეს მთა არის აი ესეთი ხო და აი სტადიონი და აი ასე ადგას აი თითქოს თამაშის ხო თითქოს უყურებს ხო აი ესე ადგას ანდორაშიც დაახლოებით ეგეთი მომენტი იყო კი ანუ რჩება ხოლმე დრო ხო გასასვლელად და ეგ ძალიან კარგია ნუ ხანდახან არის რომ რჩება ხანდახან არის რომ საერთოდ ყოფილა ისეთი ქვეყნები რომ აი ღამე ჩახვალ ნუ ივარჯიშებ გამოვიდნენ მეორე დღეს ითამაშებ და ეგრევე მოდიხარ ეგეთი ყოფილა მაგრამ ნუ ხანდახან არის ისეთი მომენტი მაგრამ ისეც დავდივარ მაგრამ ახლა მაგ ქვეყნებში ძირითადად ფეხბურთით ვარ დამყარი მაყურებელმა ძალიან კარგად იცის რომ დინამოს ექიმების გარდა შენ ნაკრების ექიმი ხარ და მაინც უბრალოდ შეხსენებას გავაკეთებ და გულისწყეტას გამოვთქვამ რომ ეხა არ იმყოფები მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდეს ფორუმზე რომელიც მართლა წარმატებით მიმდინარეობს სასწაული თამაშებია ერთმანეთზე უკეთესი და მართლა მაგარი იქნებოდა ჩვენი ნაკრები იქ იყოს და სიამოვნებით დაგელოდებოდი როდის ჩამოხვიდოდი იქიდან მაგრამ იმედია შემდეგში უკვე 100 წლის თავზე მაშინ უკვე ნამდვილად მოყვებოდით უკვე ამერიკაზე და იმ ქვეყნებზე მაგრამ თუმცა ამერიკაში ვარ ნამყოფი ვარ ნამყოფი სოფლიოზე არა რაღაც კონგრესი სხვათა შორის კონგრესი იყო იმების რა ქვია ნაკრების ექიმების და სამეცნიერო სამსახურის უფროსი მერაბ ვარძუკაშვილი და მე ვიყავით წასული ეს რაც დავამახსოვრდა ყველაზე ის არის რომ არ მიყვარს თვითფრინავი ხო და წარმოიდგინე მე რო თვითონ არ მიყვარდა ეხლა წარმოიდგინე წელიწადში რომ სულ დაფრინავ ყოველ კვირაში თითქმის რომ რაღაც მიფრინავ და აქო იყო სტამბულიდან მიფრინავდით სტამბული ბოსტონი და სტამბული ბოსტონი იყო სადღაც 12 საათია ხო სადღაც 12 საათია და წარმოიდგინე ეს ჩემი მეგობარი აი დაჯდა თუ არა და ჯერ დაძრული არ იყო როგორ შურს ერთი ადამიანს ეგრევე რო იწინა და იგული რო გადავხედე ყველამ ესე და თან რა არის რომ ის ხო ღამის რეისია და ის ფანჯრები ჩამოწიეს ყველამ და დაიძინეს და მე თვითონ ხო არ მიყვარს ისედაც კლაუსტროფობია ამ წარმოიდგინე მილში სივარ ესე რა ვქნა გავს და რა გავყერა და ჩავთე ფილმი კი ბატონო მოგეთ ზაქრო 4 ფილმს უყურე და როდახი კიდე 4 საათი იყო დარჩენილი. კიდე 4 საათი. აუბედურება. მოკლე მეტრაჟიანები ჩარო, იქნა ხო, ხელადროვაჩი. და ხო და როგორც იქნა ჩავფრენი და სხვათა შორის ის მას დავესწარი იქ იმას, რა ქვია, ბოსტონი ატალანტას NBA-ს თამაშობდა. ხო და მან მოხდა ერთი მაგარი მომენტი, ეს მე და ჩემი მეგობარი ხო ზივართ, გასასვლელთან ზივართ. მოგრათ და უყურებთ თამაშს და აი იქ მესამე ვინძი ჩემს მერე უკაცრავად გავივლიო და ავდექი და გავატარეთ. გავატარეთ დაბრუნდა აი ამ ხელაპიცის ნაჭერით რა. ისევ შევატარეთ დაჯდა და ნუ ეს შეეჯამა რა პირველი მეოთხედი მაგას მე უცე კიდე ერთხელ გავატარეთ კიდე. გავატარეთ მოვიდა ორი ის რა ქვია მოიტანა ეს ხოდოგი მეორე მეოთხედში ესენი შეჭამა და ის 4ჯერ უკვე გავატარ გამოვატარეთ მე კიდე ერთხელო და შეგვატყო რა აჯირა სახე ვინ არის გავიარეთ და იქედან დაბრუნდა და 3 ლუდი მოიტანა და 2 ჩვენ მოგცა შეწუხების გამო ჯიგარმა ამერიკელო ხო მომცა და გავიარა ესე და ფარერებია ძალიან საინტერესო. კი ბატონო. ფარერის კუნძულები არის ძალიან ჯერ იმიტომ არის საინტერესო რომ დაჯდომა არის ძალიან პილოტი უნდა იყო რა. იმიტომ აი ესეთი კლდეებია ჩათვალე აი ესეთი ბოლოს უკვე აი ესეთი რაღაც უნდა გააკეთო და ფეხბურთელი ვაკეთებს ხო იცი ხო და ბოლოს მახსოვს აი თასთან ვიჯექი და ბოლო მომენტი არის რომ რაღაც ამაღლებული და აი სადღაც აი ესე უვლის რა ეს ფრთა აი ესე და ნელ-ნელა მე ჯდება ხო და ეს ფარერები ის მოგზაურობა ბჭყალებში დინამოს რო კაი ამბავი რო გადავხვდა ეგ მომენტია ეგ მანდ ვიყავით ხო კლაქსვიკთან ტორშამში და მოგეთ ეს სასტუმრო რო იყო შემაღლებულზე ესე გორაგზე და ქვევით ესე ბილიკები ეშვებოდა და მე იყო ეს პატარა ქალაქი რა რაც არის რა მე და ჩემ თანამშრომლებმა ჩავიდეთო რა ქალაქშიო რა უნდა ვნახოთ მაგრამ რაღაცები ვნახოთ რა აი ჩავედით ჯერ ამ ბილიკები ტყე რაღაცამდე ისინი ძალიან ლამაზი ადგილია ულამაზესია და ჩავედით იქ რაღაც ცენტრი აქვს ლამაზი შენობები სუფეხი აბა იქ და ხო
ჩავდი და ერთ-ერთ ხო, სადაც ჩავდივარ, იქიდან აუცილებლად ან მაგნიტი მომაქვს და რაღაც პატარა თეფში. ხო, რო სახში რაღაც და მეგობრებისთვისაც ჩავმაგ და შევედით ერთ-ერთ მაღაზიაში. და მე ავიღე ერთი მაგნიტი და ერთი პატარა თეფში ამ ფარერების და ჩემთან თანამშრომელმა აიღო ამანაც მაგნიტი რაღაც სუვენირი და რაღაცა აკაურიო ცხვრის მატყლისგან თუ რაღაცა ქუდი რაღაც ლამაზი ქუდი იყო რა მოკლედ ის აიყო ამან და დავადეთ გადავიხადეთ და გამოვედით და გავიარეთ ერთი რავი აი 5 წუთი იქნება გავიარეთ და მე მომივიდა 400 ლარი და იმას 600 რასლავ რა იყო ასე რა ვიცი რა იყო აი რა იყო სადღაც 300 რაღაცა მე მომიდერ და რაღაც 500 რაღაცა იმას მოვიდა. რა იყო, რა ფასები იყო, ეგეთი არ ვიცი. ოქროს ხوار მოიპოვებდნენ, ცხრის როგორც ჩვენ რაღაცა ხო რაღაცა გამოყვა მე მგონი შეიძლება გამოყვა. ხო და ეგეთი ის არ ჩანდა მანამდე ფასი, ნუ არ დააკვირდით ხო იფიქრა აიღირო. ხო რა უნდა ეღი ხო მაიეს რაღაც არ აკვირე, მაგრამ ლარი, ანუ იმათ ფულზე რაღაც დანის რაღაც კორონე რაღაცებია მოკლედ არ ვიცი სუსტად და მაგრამ სხვათა შორის სიძვირით რომელი მახსოვს ნორვეგია მახსოვს სადღაც სკანდინავური ქვეყნები ძვირია ხო ძალიან ძვირია იმიტომ რომ სადღაც მახსოვს ერთი ბოთლი იყო სადღაც 30 ლარი წყალი აი 30 ლარი და ძალიან ესეთია და მან წყლის შესვენება მანდ იქნება თუ იქნება ძვირიანი მაგრამ დააბალანსებენ რეკლამებში ხო და ესეთი მომენტები მოკლედ მახსოვს და ძალიან კაია სხვათა შორის მაგრამ შენი ფავორიტი ქვეყანა აი მართლა აი შენთან ახლოს რო არის აი გემრიელი მაგრამ ისე გემრიელა და ხასიათე ის პირველი ანდორა ხო კი აი ერთ-ერთი ძალიან მაგარი სხვათა შორის ცხოვრებით დიდად არ მინდა სადმე რო ვიცხოვრო საქართველოს გარდა მაგრამ თუ რამეა ეგეთი მირჩევნია მართლა უფრო სიწყნარეში იყოს ვიდრე ეს მეგაპოლისებში და ასე შემდეგ ძალიან მაგარი ქვეყანაა პორტუგალია ჩემთვის სასწაული ლისაბონის და პორტოს აი ულამაზესი და ხო ერთი ტრადიცია მაქვს მე სხვათა შორის ოღონდ თუ ისე ჩავდივარ რომ დრო მაქვს კარგად ანუ თუ ამგზავრდ და აი სამი იმიდან თუ მიხვდები პირველად რას ნახულობ ნუ რა მოიცა აბა ტურისტული მიმართულებით მუზეუმები ალბათ არა ხო სტადიონზე ისედაც გიწევს იგივე მაღაზიები და რაღაც სიგარეტის სასმელები არ ვიცი სასაფლაოს რატო ეგეთი სამაკ ანუ ის ხო აი რაღაცა მაინტერესებს ყველა ქვეყანაში განსხვავებული ხო და აი ძალიან ბევრ ქვეყანაში მაქვს ადგილობრივი ეს ცენტრალო აი როგორც ახლა ჩვენთან არის და გავუშვათ ახლა ან აი პარიზში არის პერლაშეს სასაფლაო არის არ ვიცი ალბათ არის ნახევართბილისის ხელა იმ ხელა და ჩავედი მეგობრებთან და ჩავედი სამეგობრებთან ერთად და მეთქი აქ უეჭველი და შევედი და რო შევედი რუკა იყიდება წარმოიდგინო იმდენ ცნობილი ადამიანი არის და ნახო ხო და რაც მაინტერესებდა მე პირველ რიგში იქ რო იყო დაკრძალული ეს მოდილიანის საფლავი ნახე მივაგენი აი სამ რუკით მივედი ის ორი მეგობარი მელოდებოდნენ დროზე გამოდიოდა ის ერთი დამყვებოდა და კანცი გაწყდა მოკლედ რა დროზე წავედი და რაც მოვასწარი ნუ მოდილიანი ვნახე იქ ეხო ლივორნოდან არის და აგის საფლავის ქვა ძალიან უბრალო საფლავი ესეთი მარტო ქვა არის ჩათვალე და ამ ხელ ადამიანის და ეს ლივორნოს ფეხბურთის გუნდის ეს კაშნე იყო გადაფარებული ეს ეთქვა იღათა ფანმა გადაყარა ხო ხო და მე იქედან უკან მოვდიოდით შოპენი და კიდე იყო რაღაცები ბალზაკები მაგრამ რაღაცები ვერ მოვასწარი და ყველა ქვეყანაში ნახულობ წინასწარი სად არის ესეთი ისენი ხო და ხო მივდივარ და აი რაღაც განსხვავებული რა არის რატომღაც აი ეგეთი ისა ლევილშიც ხوار ყოფილიყარ ლევილში ვერ მოვასწარი მაგრამ წაწავალ აუცილებლად რა მაგდენი ხნით არ ვიყავი ჩასული. ისე სხვა ქვეყანაში სად ყოფილიყარ კიდე სასაფლაოზე? სხვა ქვეყანა ყველგან თითქმის სადაც აი ესე დიდხანს დიდი ხნის განმავლობაში ჩავდივარ. ეხლა სხვათა შორის ვაპირებთ მოკლედ მეგობრების ჯგუფი, ვაპირებთ წასვლას ჩემ ყველაზე ოცნება რაც არის იმ ქვეყანაში წასვლა, სადაც დამყოფი არა ვარ. აი ხ ჩემ ტელეფონი რო გახსნა, წინა ის სკრინი მაქვს ის ქვეყანა. პერუ.
პერუ ხო? ხო. ძალიან მაინტერესებს ეს მაჩუ პიქჩუ და ეს თვითონ ინკები და შემდეგ და უკვე ერთ-ერთ საინტერესო რამე გელოდება, ისე საინტერესოც მოყვა თუ ნახე ზალიკო ჩვენთან მეორე თუ მესამე გადაცემაში, აი ძალიან ახტოვანებული იყო, კიდე დრო არ გვეყო 1 საათი, 1 საათიანი გადაცემა გამოგვივიდა და მართლა ბევრი საინტერესო გელოდება. მაგარია მე ხო და ჩემ ძირითადად აი მოგზაურობებიდან ძირითადად ეს ჭყალებში თქო კურიოზები მაგან ფრენებთან დაკავშირებით ხო ფრენებთან დაკავშირებით ერთხელ იყო სადღაც მაგ მოყოლილი მაგრამ ხა მოყოლი მოკლედ ადლერიდან ადლერი ხო ადლერიდან გვიწევდა ჩვენ ადლერში მატარებლით გვიწევდა ხოლმე საბჭოთა პერიოდში ხო და ჩვენ ამყოფი ვართ აი მასანგანის ხო ჯერ მან სასწაულად დავდიოდით მან ფესტივალებზე იყო წარმოიდგინე ვლადიკავკაზში ჩავდიოდით ტაქსებით კი ბატონო და ერთხელ ჩავედით ისე რომ თურმე ლუწრი წვებში გადის მატარებელი სოჭისკენ და ჩვენ ჩავედით კენჩით რაღაც აგვირია და გაზელით ვლადიკავკაზიდან ჩავედით წარმოიდგინე სოჭაში და იქ სადგურები ახლაც მახსოვს დარკოხი ელხოტოვო ბესლანი მაშინი მოგენი პირველად ხო და რაღაცები და იქედან მახსოვს ერთხელ მოგვიწია რომ თვითმფრინავი იყო ადლერი ბათუმი ხო და აეროპორტში რო ველოდებით შევედით ახლა ველოდები და პატარა თვითმფრინავიაო ეგ ვიცით და პატარა თვითმფრინავი რაღაც მოყენებული არის მართლა პატარა თვითმფრინავი ხოლმე ეს არის და უცებ ხედავთ რომ არა ეს არ არის თქვენიო ხო და უცებ ხვდებათ რომ ბიჭო რაღაც სათამაშო დაჯდა ესე გაიმის პატარა სათამაშო თვითმფრინავი ხო და ჯერ ეს არის ესა ამიწოდა გავხდა აი ხო ეხ მოტრიალდებაო და გაფრინდა 6 კაციანი როა თუ რაღაცა სუპატა სულვიანი ხო 8 კაციანი იყო და რატომღაც 12 ბილეთი იყო გაყიდული ხო და რა ფოტო იყო ვერ გავი თან სახელი რქვა ჩიბურაშკა ხო სახელზე ზახდნენ ჩიბურაშკას ეკიპაჟი ვინა მარტო პილოტია ერთი და ოღონდ ჩვენთან ერთად აი აქედან შემოვიდა ჩვენთან ერთად და წინ ესე გადაჯდა იქო გადაჯდა და ყველაზე ისე მომენტი რაც იყო ხო დავეეტი როგორც იქნა დავჯექით ახლა და დაკოქა და ესე როგორც მანქანის წინამძღოლ ესე უყურებ ჩვეულებრივად დაკოქა და დატრიალდა მარტო აქეთა პროპელერი მარჯვენა პროპელერი სალი ხო დატრიალდა და ამან ხო გაატრაკაო და გადამოვიდა ჩავიდა და ამას ეს ხელი ჩამოარტყა და ესე სამუშავდა და რა ამიტი და აი ეგ ნუეშინიო და აუფრინდით ისე დაკოქო პირველივე ჯერზე გამოუვიდა გადაკრადა აკუმულატორი ნორმალური აუფრინდით ბიჭო აუფრინდით მო 1 საათია სულ ბათუმამდე მოუფრინავთ რაღაც მოუფრინავთ და უცებ გადმოყო ეს თავი, აი არასოდეს არ დამავიწყდა ბავშვებს ვიცავ, აი ეს გადმოყო თავი. ხო და ქუთაისს ხوار გაწყობთ უფრო. რატო? საქმე გამოუჩნდა. ხო, კი, ოგაცო გუთილის მე აი, და კოპიტნაში დავჯექი. მართლა? კი, მართლა. აბის არ ვიტყვი. არ შეთანხმება ჭირდებოდა წინასწარ. უარ გაწყობთო და კიო. ხალხმა უთხრა და დაჯდა კოპიტნაში. გადმოხატოთ ჯორო წამოვეთ თბილისში. და დისპეჩერთან შეთანხმება არ უნდა. არ ვიცი, ეთყობა გადაცა იმას, რომ შეიძლება გადაცა, რომ ოპიტნაში ხარ რომელი მაშინთან თბილისო იმანი ფიქრა რაღაცა დასავლური აქცენტია თუ. ხო და მე აი წარმოვიდგინე ეგეთი მომენტი გქონდა და ქუთაისი ხوار კი ხوار გაწყობ უფრო ის გქონდა ერთი მომენტი მახსოვს კიდე თვითმფრინავზე ისო მოკლედ სადღაც სირია თურქეთის საზღვარზე ვახლივარ კალათბურთელების გუნდს რაღაც ტურნირია 16 წამდე ნაკრებს თროა ტურნირია და ისე დაიმთხვა რომ პირველი ბავშვი დაიბადა მე ვარ იქ და მოკლედ წამოვედით იქედან და სადღაც აი ცხეთა ალბათ რავი ამოსული და უკვე აი თვითმფრინავმა გააკეთა რაღაცა საოცრებ ან რაღაცა ერთობა ძალიან რაღაცა საჰაერო ორმო იყო თუ რა არ ვიცი რა იყო უცებ ან ჰაერი შეიცვალა მოკლედ აი წამოვიდა ეს თვითმფრინავი ხომ ხო აი თავისუფალ ვარნა გააკეთა ალბათ ერთი ავით 30 მეტრიანი არის უა ეს ჩამოვარდა და
აი თან უარელოდები ზოგი ისია გახსნილია ჯერ ღვედი რაღაცებია და კაროჩი აი გაიღო ესენი არის ერთი ამბავი და ეს ხალხი პანიკაში ვიღაცას ბავშვი გადმოვარდა რაღაცა და მოკლედ რაღაცა მე ნელ-ნელა ეს დაჯდა და ერთი რაც მახსოვს რომ არ დაუბრუნებს სხვათა შორის რაღაცები მივეხმარე მაგრამ რო დაჯდა აი მე ყველა ადგა და მე ვეღარ ავდექი მე მართლა ხო ემოციებისგან ისე ვიყავი აი ეს ხო და რა თქმა მე უკვე გამოსულები ვართ რა ხო და ერთი კაცი მახსოვს ვინც აი ყველაზე მეტად ვინც ნერვიულობდა აი ესე ჩაფრენილი და აი ესე დაძაბული და მე ის უკვე რო გავდიოდით კონტროლზე რო გავდიოდით პასპორტ კონტროლზე ის უკვე ძალიან აი ესე რა და ეს არაფერიო კაცო ესო რაღაცაო ორიჟე გადატვირთვა იყო ხო ორიჟე გადატვირთვაო აფერი არ არისო რა ორიჟე თუ რაღაც ის არის ეგ ასუზამდა რაღაცა ძალიან ისე და ხო მახსოვს რომ კვდებოდა ხო და ძალიან არა რაღაცა ეგრე მაგის მეტი რა ვიციო მე ორიჟე გადატვირთვა იყო ეგ არაფერი არ უნდა ის ეკითხა მეორე რომ რამდენია საშიში ორჟე ნახევარი სამი უკვე საშიშია ორჟე ხო მაგას მე ვისწავლეთ ერთად ესე იგი თუ კი რაიმე მსგავსი შემთხვევა გექნება იცოდეთ რომ ორიჟე არაფერი მაქსიმუმ ორიჟე ო არაფერი ისეთი არ არის და ჩვენ მქონდა შემთხვევა ასეთი როცა ძალიან მაგარ ქარში მოხვდი თბილისში დაჯდომის დროს ეგეთი ბევრი მქონდა და თვითონ დეტალი ამ ახსოვს იცი გამცილებელი ხალი რასტი უარდესაც რო ეძახით ხოლმე ბორდგამცილებელი ძალიან ნერვიულობს რა ეთყობა და ბორგავს დარბის და შევატყვი რაღაცა ვერ არის კარგად საქმე და რა ხდება მეთქი რო უთხარი ძლივს თქვა რომ მოკლედო პილოტმა დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო ხო ანუ ესე იგი გადაწყვეტილება მიიღო ესე იგი შიგნით თათბირია რაღაცა ხდება რომ არ არის რა თქმა უნდა ეგრე არ თუ არ არის ტრიალდებიან და მიდიან აი მიიღო და მომემზადა მაგრამ სხვებთან არ შემშე აუ ისე დღეში იყო ხალხი მაგრამ სხვას რო ხედავ ნერვიულობს ის კიდევ უფრო გაწნევს იმიტომ რომ იმ სხვა სჭირდები და სხვაზე გადა ხოთა შორის მე მქონდა ერთი პერიოდი მქონდა თავიდან რაღაც მქონდა მე საერთოდ აღარ მქონდა და ეხლა ამ ბოლო დროს კიდე რაღაც ერთი-ორი შემთხვევა მქონდა ეგ ტურბულენცია. ხო, თვითონ შემთხვევა გახსნა. პორტუგალიაში ვიმფრინავთ ეხლა დინამო, მაშინ იყო ძალიან მომენტი და მე უკვე ეს ტვინი იმახსოვრებს და იმას შვები რა. ხო. ხო, თორე ისე რაღაც. ხანდახან მე სიამოვნებაშიც კი გადადის ის. მაგრამ მაინც მირჩევნია რომ აი მანქანით ან ავტობუსით რაც უნდა გრძელი გზა იყოს, კი ხო, მატარებელია ჩემი საყვარელი ტრანსპორტი. მატარებლით მოვლენით. კი ბატონო, მატარებელი არის მშვენიერი ტრანსპორტი. და ჟორის ერთხელ მახსოვს ერთი დინამოს ფეხბურთელს დაჭირდა რაღაც კონკრეტული თერაპია. რომელიც აპარატიც რაღაც ეს რადიოთერაპია იყო რაღაცა და მოკლედ ეს აპარატი თბილისში იმ დროს დიდი ხნის ამბავს გეუბნები 20 წლის წინა 15 წლის წინა და თბილისში ეს აპარატი გაფუჭებული იყო თუ რაღაც ეგეთი და მოკლედ უახლოესი სად შეიძლება და სომხეთი და მე და ეს ფეხბურთელი ამ ფეხბურთელის მანქანით აუდი ყავდა წავედით სომხეთში და მოკლედ ხო საზღვარზე გადავედით ჩვეულებრივად რაღაცა და ვიცით მოკლედ მისამართი ხო აი WhatsApp-ი რამე არ არსებობს მაშინ მისამართი ვიცით რომ ერევანში აიქა უნდა მივიდეთ ამ კლინიკაში და ამ კლინიკაში უნდა ვიკითხოთ ესა და ეს რა სომხეო ექიმებთან კომუნიკაცია გქონდა მანამდე ჩავედით და მოკლედ ერთი ერევნის გზაზე სწორი ის არის რა ქვია და მოკლედ ამ აუდით დააჭირა რა ვეუბნები რომ აქ პოლიცია რაღაც ჯარიმები და მაინც რაღაც ბეჭქარებოდა და მოკლედ და ერთი მომენტი რაღაცა ესეთი აღმართი და მე ვანდება და კაცი ამ აღმართზე ეს თელი რა ვიცი ალბათ 200-ით შევანა და ფაქტიურად გაის მანქანას შემხვედრს გადავაფრინდი წაოზე წავედით და იმან მოტრიალდა ეგრევე და ჩაართო და ამას ვეუბნები გააჩერეთ და ბიჭო ვერ დაგვეწევიან და რას ვერ დაგვეწევიან მე თქვა გადასწრდა კაცი გავაჩერეთ და მოგვადგა ეგრევე უკან და პირველი რაც მახსოვს რომ გადმოვიდა და თიშტო შუმახერ შტოლი ხო და მეთქი ახლა მანქანა არ წაგვართოს რა 50 ლარი წაიღო ხო არა ხო არ გვაქვს ვითომ ამით გამოვიტანეთ რომ არ გვაქვს მაინც აკაც ლარი მომეცით და ლარი 50 ლარი მივეცი ხო და მე ვეუბნებით რომ იმიტომ რომ გვეჭქარება მეთქი რომ აი ესე ასე ხო და ის ხო და თან ხო ვიცი მაგათი ის რა და მე თქვა თბილისში არ არის და მან თქვენ გაქვთ და მაგიტო არა გაქვთო თქვენო ჩვენთან ბაში ამედიო და ყველას რა ის ჩავედით
იქ გავიკეთეთ მოკლედ ეს თერაპია და მოვდივართ უკან მოვდივართ და ზუსტად იმ ადგილას ის მანქანა დგას. ხო და გაუჩერეთ და გზა მაშინ ხო არის GPS და სწორად მივდივართ ხო და სახელებიც და ჩვენი რო გკითხა და ლევან დავით ეჟაიწებ რაცი დარაგოი გითხრა და წამოვედით თუ არა ჩვენს გვეგონა რომ შევ დავსრულებ და იქ პირველ მოსახლეებში სხვა გაიდაქვს და გადაგვაყენებია შიჩქარის მომატებაზე იმანაც ხო და წამოვედი სხვა კიდე რა მახსოვს იცი იმ კლინიკაში იმ კლინიკიდან ხო გამოდიოდი და იქ ხო ექიმი გავიცანი და ეს ექიმი მეკითხება რომ რუსულად ისე რა ქვია кстати а почему тебя Давид зовут მეუბნება და მეთქი აშტო это же армянская имя რანაირად ყველაფერი თუ ვერ როგორ ხო აგარი საყვარელი ხალხია ხო ეხლა მასე ვეღარ გავედავენ ალბათ მეგონი ბევრი რამე შეიცვალა გზაც უკეთესი გამხდარა და ხო მე არ ყოფილა ერთი ბოლოს ნაკრებმა რო ვითამაშეთ უკვე იმით ვიყავი რა ქვია თვითფრინავით ვიყავით ну ასეთ მოწოდებულ ზიატკას ეგრე ვეღარ ხო არა მაშინ ეხლა ეგრე გეუნები ერთი 16-17 წლის წინ იმეთ არ უღელტეხილით არიარეს არა მან ხო ორი გზა არის სევანით და კირავაკანით მე მგონი და მე მგონი კირავაკანით ისე ინფორმაციის ნაკლებობა სულ ახლა 3-4 ჯერ მეც ვარ ნამყოფი სამანქანო გზი და სულ ინფორმაციის ნაკლებობა და თუ წერია მარტო სომხურად წერია კი ეგ არის მაგრამ ნუ იცი რომ გაა ეხა GPS თემით უკვე ადვილი. ახლა ერთი პროფესიული კითხვა უნდა დაგისვას, ანუ ეხლა სოფლიო რომ მიმდინარეობდა თამაშებს უყურებ რა, ეხლა გასაგებია გოლი ხო ყველაზე ლამაზი მომენტი რაღაცა როგორც ფეხბურთს მოყოლს ხო არის, მაგრამ შენი პროფესიის თვალით ხო თავისთავად გაგირბის ხო ვინ როგორი ტრავმა მიიღო რაღაც 1-2 კვირის წინ როგორ დაამტრია ფეხის ხმა გავიგონა ისე მოტეხეს ხო ერთს და ამ თვალით უყურებ ხოლმე რა თამაში მე ძირითადად მაგ თვალით უყურებ ხო ძირითადად მაგ თვალით უყურებ რომ აი მე რაღაცა სხვათა შორის მაგ ტრავმაზე თუ დააკვირდი რომ მოტყდა ფეხი მე კადრები როგორც წესი მაგას აქ ძალიან ძლიერ ტკივილი აქვს და მან ფეხბურთელი როგორც წესი ტკივილისგან შოკს იღებს და ნუ არც თავი არ აქვს და თუ დააკვირდი მან უკვე რო დააფიქსირეს და რო გაყავდა თუ წამომჯდარი იყო და ეს თვითონ რო აწნარებდა იცი რატო ხელ შეიჭირა დააკვირდი თუ დააკვირდი რაღაც ესე ჩასასუნთქივით ხო და ეგ არის მოკლედ ახალი სიტყვა ასე თქვა ახალი სიტყვა არ არის მაგრამ ნუ სიტყვა არის რომ ტკივილი გამაყუჩებელია შესასუნთქი ხო და იმ წუთში აძლევენ რომ ეს წვავე ტკივილი მოიხსნას და ერთოს რო შეისუნთქავს უკვე აღარ ტკივა და მე უკვე ხო როგორ იყო და ეს თორე ხო მომენტალური ეფექტი ხო და მე პრობლემები ახლა მე რა თქმა უნდა ახლა მას გაუყუჩებენ და მე კლინიკაში მიხედავ მაგრამ იმ წუთში და ახლა წარმოვიდგინე ეგეთი ტრამვით ფეხბურთელი რო წამომჯდარია და მაყურებელს იქეთ ამშვიდებს არის რა ვიცი ხო რამდენი ხნის წინ ალბათ წარმოუდგენელი ხდება ალბათ 1-2 წლის წინ თუ სულ ახალი ამბავი ხო ნუ ახალი სიტყვა ასე თქვა რომ თლარ ახალი არა მაგრამ ნუ არის რომ ის ტკივილი აღარ არის სპორტული მედიცინას თავისთავად წინ მიდის ხო სპორტული მედიცინა მინდა გითხრათ რომ ეხლა რაღაცა სხვანაირად არ გამიგოს სხვა მაგრამ ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ უსწრებს მაგრამ ხო იმიტომ რომ იქ დროის ამბავია დროში შეზღუდული და რაღაცეები უნდა ისეთი უნდა მოიფიქრო რომ დროში ეს რო ჭირდება ტრავმას ეგ ერთი თვე რაღაცნაირად იმიტომ რომ მალე გჭირდება და სოფლიო ჩემპიონატზე ხა წარმოვიდგინე თუ რაღაც ეგეთ ტრავმა არ იქნა ყოველ მე-3 დღე მე-4 დღეს უნდა ყავდეს ფეხბურთელი მზად და იქ ბევრი რაღაცეებია რა გასათვალისწინებელი ასე რომ ვთქვა ხო და ეგ ერთი სერიოზული ტრავმა კი არის სხვა ტრავმა ეხა ისეთი ჯერჯერობით ისეთი არ ყოფილა ეხლა ყველა ესე იგი ბოლო და მომდევნო ასე ვთქვათ მოგზაურობაზე უნდა კითხო ბოლო რა იყო და დაგეგმილი ხო არა რამე ბოლო იყო ეხლა ნუ თურქე ანტალიაში ხო ყველა ქართული კლუბი არის შეკრებები აქვს ანტალიაში და წარმოიდგინე მე ყოველ წელს 2000 სადღაც 8 წლიდან 9 წლიდან ყოველ სამდარში ვარ ანტალიაში 1-2 ჯერ გამონაკლისს მქონდა ესპანეთში და სადღაც პორტუგალიაში ვარ და ძირითადად მან ბოლო ეს იყო უნდა აქ ნაკრები რო ლიტვაში ვიყავით მან ვერ გავყვევი რაღაც ჩემი პირადი პრობლემების გამო თორე იმის იქნებოდა ბოლო და მომავალი ეხლა გვაქვს უკვე ლუქსემბურგში 9-ში დინამო თბილისს გვაქვს კონფერენციის ლიგის თამაში და 8-ში უკვე მიფრინავთ ლუქსემბურგში ხო და ჩემი სურვილი მინდა გითხრა რომ
საკლუბო ფეხბურთს მინდა რომ რაღაც წარმატება ქონდეს და მარტო სანაკრებო კი არა, დინამოს დონეზეც ბევრი გასვლა ქონდეს და ბევრი ეტაპი გაგვივლოს, რა, თორე ცოტა რთული მდგომარეობა გვაქვს, თითქმის პირველ ეტაპზე ვასრულებთ ხოლმე. კი, წლებია უკვე ეგრეა და იქნება ეხა ნავსი გავტეხოთ ეხა როდერმე რა. კი ბატონო, უნდა დავარღვიოთ აუცილებლად და მეტი მოგზაურობაც რომ გამოგვივიდეს ყველაფერს დავიდავალებო და ისე თან კიდე ერთი სურვილია რომ გულშემატკივარს ქონოდეს საშუალება რომ წაყვეს თავის საყვარელს კლატ მაგას საჯობია რა თქმა უნდა თუმცა ჩვენ ყოველთვის როდესაც რაღაცა თუ ისეთი მომენტია რომ ან ჩარტერით ან ამეთი გვაქვს მაგის საშუალება რომ მიფრინავთ იქ ყოველთვის ჩვენი რაღაც ფან სექტორის რაღაც ნაწილი აუცილებლად მოდის ხოლმე ჩვენთან კი ბატონო თორე თუ ისეთი შედეგები იქნება რომ რაღაც ჯგუფში შევალთ ან კონფერენს ლიგაზე ან შემთხვევაში იქ რა თქმა უნდა აღჭირდება დიდი რაოდენობით გულშემატკივარი აი ნენელა წავიდეთ ბოლოსკენ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა განსაკუთრებით მაინტერესებდა ეს ჩვენი პაწუკა ქვეყნები რომელზეც ლეგენდები დადის თითქოს ხან სვარჩიგიზის კარში ხან ესა სტერეოტიპულია ღენდე ხო სადაც რამე დინამოა ხო იცი ცოტა ესეთი ხახი წერება მეცხვარეებთან წააგეთ და არა მაგ გუნდს მე იმ კლუბ ეს არ ამართლებს არ უნდა წაგვეგო არანაირად დინამო თბილისმა არ უნდა წააგოს ფარერის გუნდთან არანაირად, მაგრამ ის რომ იქ ნახევრად პროფესიონალები არიან და ზოგი ეს არის არა ის კლასიკი კი მე თუ დააკვირდით რამოდენიმე ჯერ იყო უკვე ჯგუფურ ეტაპზე და ყველა მისავლა ფეხბურთის თამაში. კი ბატონო, მithumetes ახლა საქვეყანა ესეთი დონისა ახლა ის მაგასაც იმიტომ რომ მახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიყავით ჩასული ფარერებზე, იქ რამოდენიმე წლის უკანაც იყო დინამო ჩასული მაშინ და ამის ნახევარი არ იყო ეს სტადიონები, არ რაღაცეები, მაგრამ იქ ვითარდება რა ყველაფერი და კი. შეიძლება ხა წარსულში ვიღაც მართლა იყო მასწავლებელი სანამ ფეხბურთელი გახდებოდა იყო მაგრამ ეხა აღარ არიან ისე რომ ეხა იქ არის ყველაფერი პროფესიონალი ფეხბურთელი ასე რომ ეს გასასამართლებელ მიზეზი მოძველდა ხო მაგრამ ნუ ეხა ისიც არ არის რომ ეხა დინამოს უნდა არ უნდა უგებდეს თან ქართული ფეხბურთი უნდა იყოს იმ დონეზე რომ ყოველ წელს ну ყველა თუ არა რამოდენიმე კლუბი მაინც იყოს უმაღლეს ევროსარბიელზე წარმოადგენს. ესე იგი უკვე იწყება ხო და ბევრიც აღარ დარჩა. კი, ახლა ჩვენ უკვე 9 ივლისს უკვე პირველი თამაში გვაქვს ლუქსემბურგში და განმეორებით 16-ში გვექნება უკვე თბილისში. კი ბატონო, წარმატებები დინამოს, წარმატებები დათოს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა შენ და პერუდან რომ ჩამავალ. კი ბატონო, გელოდები ყოველთვის შენთვის ღია არის კარი. მადლობა დიდი. მადლობა და მაყურებელს დასასრულს შევახსენებ კიდევ ერთხელ რომ გამოგვიწერეთ თუ ჯერ ეს აი საქმე არ გიქნიათ, გამოგვიწერეთ სადაც გვიპოვით, აქვე არის მინიშნებები. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, სულ რაღაც ერთ კვირაში დაგიბრუნდებით.